მოგესალმებით. ჩემი სახელი არის ირაკლი, მე ვარ Light Forex ტრეიდერი. დღეს გასავლით როგორ უნდა გადმოწეროთ ტერმინალი, როგორ უნდა ვიყიდოთ და გავყიდოთ სხვადასხვა პროდუქტები და როგორ უნდა დავაყენოთ take profit-ები და stop loss-ები. შევდივართ ჩვენს საიტზე Light Forex G. ვაჭერთ ინსტრუმენტებს. Так არის გადმოწერა. გადმოწერთ. და ვაინსტალირებთ. მოკლედ ჩავიწერეთ ტერმინალი და ახლა ვხსნით. გამოგიჩნდებათ ესეთი აიკონი. და გაიხსნა ტერმინალი. პირველ რიგში უნდა დავარეგისტროთ demo ანგარიში, ანუ ვირტუალური თანხა. როგორ შევიდეთ ვირტუალური თანხით? აქ file, open account, ვირჩევთ Light Forex SCN, next. New demo account. შევავსებთ, აქ ჩვენ მონაცემს შევიყვანთ. ავირჩევთ საწყის კაპიტალს, რამდენით გვინდა რომ დავიწყოთ ვაჭრობა, ავიღოთ პირობითად $100,000. ეს არის login password-ი. ეს login password-ი უნდა შეინახოთ და შემდგომში როცა იქნება სრული შეხვიდეთ თქვენი ანგარიშით, შეიყვანთ თქვენ login password-ს. ეს არის ტერმინალი, ეს არის სავაჭრო ტერმინალი, საიდანაც ხორციელდება მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა. აქ trades, ეს არის ჩვენი ბალანსი $100,000. ეს არის 4 ძირითადი სავალუტო წყილი, ყველაზე პოპულარული სავალუტო წყილი, სადაც ტრეიდერები უმეტესობა ვაჭრობენ ამ წყილებით. ევრო, დოლარი, ფუნტი, დოლარი, ფრანკი და დოლარი იენა. მოდი გავთიშოთ ეს 4-ვე ფანჯარა. აქ არის ჩამონათვალი ყველა ის პროდუქტი, რომლითაც ივაჭრება Forex-ის ბაზარზე. თუ არ გვიჩანს ყველა, დავაჭერთ მარჯვნივ, show all და გამოჩნდება ასევე ინდექსები, ასევე აქციები, ასევე აი მაგალითად ნავთობი, Facebook-ის აქციები, Apple-ის აქციები, Google-ის აქციები და ასე შემდეგ. ანუ ყველა პროდუქტი, რომლითაც ივაჭრება ფინანსურ ბაზარზე, არის ჩამონათვალი აქ. ეხლა როგორ უნდა ვივაჭროთ? ვირჩევთ ნებისმიერ პროდუქტს, აი ავიღოთ თუნდაც სავალუტო წყილი ევრო დოლარი, ევრო დოლარი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სავალუტო წყილია. ვირჩევთ ევრო დოლარს, ვაჭერთ მარჯვნივ ღილაკს და charts. გამოგვიჩნდება ევრო დოლარის გრაფიკი. ეს არის ევრო დოლარის გრაფიკი, თუ გვინდა ფერი შევცვალოთ, ვაჭერთ მარჯვნივ ღილაკს, შემდეგ properties და black on white, უფრო მოსახერხებელია, გადავიყვანთ, ჩავთეთ გრაფიკს. აქედან ვირჩევთ სანთლებს გადავიყვანთ, შეგვიძლია გადავიყვანოთ ხაზებზე, სანთლები ყველაზე ასე ვთქვათ. სანთლები ეს არის ყველაზე მოხერხებული სავაჭროდ, იმიტომ რომ გვიჩვენებს როგორც გახსნის ფასებს, ასევე დახურვის ფასებს და პლუს გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, ჭრდილებს, ანუ დიაპაზონს, სად მოძრაობდა დროის იმ მონაკვეთში ფასი. ეს არის time frame-ი, 1 საათიანი, 4 საათიანი, ერთდღიანი ნებისმიერი time frame-ი შეგვიძლია ავირჩიოთ და ვადევნოთ თვალი გრაფიკს, ანუ ფასის მოძრაობას. თქვათ, გვინდა ვივაჭროთ სხვა პროდუქტზე. მაგალითად Audi USD-ზე ვაჭერთ მარჯვნივ ღილაკს, იგივენაირად chart window და გამოგვიჩნდება უკვე Audi USD-ის სავალუტო წყილი. გადავიყვანთ იგივენაირად ფერებს, ავირჩევთ შავ თეთრს, ავირჩევთ სანთლებს. უკვე აქ გამოგვიჩნდება ევრო დოლარიც გვაქვს, Audi USD-იც გვაქვს. ანუ თქვენ შეგიძლიათ ის ძირითადი პროდუქტები, რომლებითაც ვაჭრობთ, განათავსოთ აქ, იყოს თქვენთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტული, რომ არ დაგჭირდეს ყოველთვის ახლიდან გახსნა გრაფიკების. რაც შეეხება ყიდვა-გაყიდვას, როგორ ხდება ყიდვა-გაყიდვა? ვაჭერთ აი აქ show trade panel და გამოგვიჩნდება ყიდვა და გაყიდვა, ანუ buy, sell. არის მოცემული ფასები, აქ უთითებთ lots, ანუ ერთი ლოტი ეს არის $100,000-იანი პოზიცია, რაც ნიშნავს ერთი პუნქტის ვალებადობა $10, 0.1 ლოტი, ეს არის $10,000-იანი პოზიცია,
და ეს ნიშნავს ერთი პუნქტის ვალდებულება $1 და ნუ რა თქმა უნდა შესაბამისად მაგრამ 0.01 შეგვიძლია ავირჩიოთ 1000-იანი პოზიცია, ნუ 10 ლოტი ეს ნიშნავს მილიონიანი პოზიციას, ანუ უთითებთ რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობთ, ანუ ყიდით. ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება შემდეგნაირად, ვირჩევთ ლოტს, ავიღოთ მაგალითად ერთი ლოტი, ეს ნიშნავს 100,000-იანი პოზიცია და ხსნით ორდერს, ყიდვა ან გაყიდვა. თუ გსურს რომ ვიყიდოთ €, მოცემულ ფასად ვაჭერთ ყიდვის ღილაკს, თუ გსურს რომ გავყიდოთ €, ვაჭერთ გაყიდვის ღილაკს. აი მაგალითად პირობითად გავხსნათ ახლა პოზიცია. პირველი მოვნიშნოთ აი ეს ღილაკი, რომ გაიხსნას one click-ი, ანუ ერთი დაჭერით რომ ხსნიდეს პოზიციას. ხსნით, გამოგვიჩნდა ჩვენი პოზიცია. აქ არის მოცემული ჩვენი პოზიცია, ანუ $1 ერთი ლოტით ვიყიდეთ ამ ფასზე. ეხლანდელი ფასი არის ეს, ანუ ჩვენ გვსურს რომ €, გაძვირდეს, ხო რა თქმა უნდა, იმიტომ რომ € გვაქვს შეძენილი. პოზიციის დახურვა ხდება შემდეგნაირად, აქ არის მოცემული ღილაკი X-ი და დავაჭერთ X-ის ღილაკს და მაშინათვე დაიხურება ჩვენი პოზიცია და ანუ ჩვენი შეძენილი პროდუქტი გაიყიდება მოცემულ ფასად. რაც შეეხება take profit-ებს და stop loss-ებს. Take profit-ები და stop loss-ები ყენდება შემდეგნაირად. აი ეს წყვეტილი, მწვანე წყვეტილი, ეს არის მოცემული ფასი, რა ფასზეც ჩვენ განვახორციელებთ ოპერაცია, ანუ რა ფასადაც ჩვენ ვიყიდეთ. ვაჭერთ წყვეტილს და ვუწევთ ნებისმიერ ფასზე შეგვიძლია დავაყენოთ. აი მაგალითად, დავაყენეთ, ეს არის take profit-ი, ანუ აქ რომ მივადებთ, გამოგვიჩნდება ჩანს $315, ეს ნიშნავს, რომ take profit-ი გვიყენია $315-ზე, ანუ როდესაც ჩვენი მოგება მივა $315-ზე, აიღებს ავტომატურად მოგებას, ანუ გაყიდის პროდუქტს. იგივენაირად შეგვიძლია დავაყენოთ stop loss-ი. ვირჩევთ ნებისმიერ ფასს, შეგვიძლია შემდეგ გადავცვალოთ, გავამოძრავოთ, ავიღოთ მაგალითად დავაყენოთ -$79. ნებისმიერ ფასზე შეგვიძლია დავაყენოთ stop loss-ი, ვირჩევთ ფასს და შემდეგ თუ ფასი წავიდა საპირისპირო მიმართულებით, ანუ ჩვენი შეძენილმა პროდუქტმა დაიწყო გაიაფება გაყიდის მითითებულ ფასად. ანუ ჩვენ ვირჩევთ take profit-ს, რა ფასზეც გვინდა დავაყენებთ და ვირჩევთ stop loss, რა ფასზეც გვინდა დავაყენებთ. ანუ ყიდვის დროს take profit-ი რა თქმა უნდა ფასიდან ზევით ყენდება stop loss-ი ქვევით. გაყიდვის პოზიციის შემთხვევაში თუ გვაქვს გაყიდვის პოზიცია უკვე პირიქით take profit-ი ყენდება ქვევით, stop loss-ი ზევით, რადგან გაყიდვის პოზიციის დროს მოგებაში მივდივართ, როცა ფასი მიდის ქვევით. ხოლო ყიდვის პოზიციის დროს მოგებაში მივდივართ, როდესაც ფასი მიდის ზევით. მაგრამ თუმცა თუ გსურს რომ მანამდე გავთიშოთ პოზიცია, რა თქმა უნდა შეგვიძლია დავაჭიროთ X-ის ღილაკს და დავხუროთ პოზიცია. ნუ მოკლედ სულ ეს იყო, ეს არის ტერმინალი, აქედან ხორციელდება ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა. შემდეგში დავდებთ აუცილებლად უკვე დავიწყებთ ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზების დადებას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.